ადამიანი, რომელსაც რაიმე ტკივა მოდის მინედით, რომ შენ ამ ტკივილს შეუმსუბუქებ, არ ვატყუებთ პაციენტს. ყოველთვის ვეუბნებით სიმართლეს. უნდა გვეტკინოს ცოტა, მაგრამ ტკივილი გაივლის. ალბათ ცხოვრებაც ასეა, ხო? ცოტა გვეტკინება, ტკივილი გაივლის და შემდეგ რჩება ძალიან ბედნიერი და შვებით ახსავსე წუთები. 13 წლის ასაკში, როდესაც გეგმიურად დამჭირდა სტომატოლოგის დახმარება და მივედი ძალიან კარგ სტომატოლოგთან, რომელიც ჩვენი თანახმადია. მაშინ მივხვდი პირველად, რომ ეს საქმე მომწონს. იყო ეს ერთ-ერთი პრეპარატის ენდოფილის სუნი. ამ სურნელმა განაპირობა ის, რომ მე მომიდა ექიმობა. და დღესაც კი, როდესაც ჩემს უნიფორმას, ჩემს ნივთებს, რომლებიც კლინიკაში მაქვს და ამ პრეპარატის სურნელი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ძაფრი სუნი აქვს, ის ოცნებები მახსენდება, რომლითაც მე ეს გზა განვლე და დღეს იქ ვარ, სადაც ვარ. რა ვშვებით, აპა, ჩემო პატარა. გტკიო და? იყო ტკივილი? თუ არა? დღიდან ჩემი უნივერსიტეტში ჩაბარებისა დაიწყო უნივერსიტეტის სწავლების პროცესი, რომელიც იყო ძალიან რთული. რთული რა მხრივ? ჩვენი ოჯახი, მყავს შვილები და ამ ყველაფერთან ერთად მოვახერხე ის, რომ მე დღეს ვარ ლიცენზირებული თერაპევტ, სტომატოლოგი, ქირურგი. ურთულესი გზა, ძალიან დიდი წინააღმდეგობებით, თუმცა ძალიან საინტერესო. ჩემს პროფესიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას. თავდაპირველად ეს მხარდაჭერა და ურთიერთობა დაიწყო მამაჩემიდან, რომელიც იყო ძალიან ბედნიერი ჩემი ამ გადაწყვეტილებით და დებია, რომელმაც გამზარდა. თავის ცხოვრება დადო სასწორზე მამამ წავიდა ემიგრაციაში იმის გამო, რომ ჩემთვის ყველანაირად შეეწყო ფინანსურად ხელი. წლების შემდეგ მე უკვე დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა და მე მის საფლავთან დავდევი ფიცი, რომ მე აუცილებლად გავხდებოდი სტომატოლოგი, რომ არა ჩემი მეუღლე და მისი მხარდაჭერა მე ამ გზის გავლას ნამდვილად ვერ შევძლებდი და ვერც ამ პირობის შესრულებას შევძლებდი, რომელიც მამას მივეცი. ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვეზაროს დრო საუბრისთვის. და ეს საუბარი და დამოკიდებულება უკვე შენთან მოსულ ადამიანს, რომელსაც რაღაც აწუხებს, შენზე მომდობილი ხდება. გარკვეულწილად ეს არის შემოქმედებითი პროცესი, არის ფსიქოლოგიური, თავიდან ბოლომდე, მით უმეტეს ბავშვებთან ურთიერთობა. არ მოგწონს, ხო? ჩემი ბედნიერების ფორმულას ასე გამოვსახავდი. პირველ რიგში ვიყო კარგი დედა და ამას ყველანაირად ვცდილო, კარგი მეუღლე და შემდეგ უკვე კარგი ექიმი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან დიდ სინთეზშია და რომ არა შინაგანი ზაობა და შინაგანი სიმყარე ბედნიერებისა ჩვენს პროფესიაში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაღაცების მიღწევა ძალიან გამიჭირდებოდა.